გვიხარდება თუ ჩვენი გამოცდილებით გარკვეულ წვლილს შევიტანთ დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების გამარჯვებაში. ძალიან ნაცნობი სცენარია, აი აბსოლუტურად ერთ-ერთში ჩემთვის ახლა ძალიან ისეთ საგულისხმოა, რომ იგივე გზა გავიარეთ. ჩვენც არ დაგვიწყია ქუჩის აქციებით, რა თქმა უნდა. ჩვენც მანამდე წელიწადნახევრის განმავლობაში ვიყავით მოლაპარაკებების რეჟიმში. და თქვენ გახსოვთ, როგორი მექანიზმებით და როგორი ტყუილებით, როგორი თავის მართლების რეჟიმში გვამყოფებდნენ მაშინაც მშობლებს. ყოველდღურად გვიწევდა იყო ბრალდებები მართლა. კი, ყოველდღურად გვიწევდა განსხვავებული მესიჯბოქსების თავისგან თავის დაცვა, ასე ვთქვათ, თავის მართლება და სიმართლის ჩვენება. ეს იყო რომ ნაციონალური მოძრაობა გვმართავდა, ეს იყო რომ თურმე მედიკამენტი არ იყო ეფექტური, ეს იყო ასე ცოტა არ იყოს და ძალიან პრინციპში შეურაცხყოფელი მშობლების მიმართ შეფასებები, რომ თითქოს ჩვენ რაღაცა ესთეტიური ფაშისტები ვიყავით და ჩვენი შვილები არ მოგწონდნენ და ეს რაღაც კოსმეტიკური ჩარევა გვსურდა და აი ამით სპეკულირება. სინამდვილეში ვახსენე, რომ წელიწადნახევარი იყო მანამდე მოლაპარაკებების რეჟიმი. სინამდვილეში მათ ძალიან კარგად იცოდნენ ამ მედიკამენტის უსაფრთხოებაც. რა თქმა უნდა, ეს წელიწადნახევარი იყო 2021 წელს დაამტკიცა FDA-მ, მანამდე ევროკავშირმა 2021 წელს დაამტკიცდა თუ არა ეს მედიკამენტი, თორემ 11 წლის წინ მერო პეტრე გავაჩინე მაშინ გადიოდა ჯერ კიდევ ეს მედიკამენტი ცდებს 2021 წელს დაამტკიცდა. ეს ნიშნავს იმას, რომ დაამტკიცდა უსაფრთხოებაზე, ეფექტურობაზე და სხვა დაკვირვებები გაიარა. და სინამდვილეში ძალიან კარგად იცოდნენ, რა თქმა უნდა, რადგანაც ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, როცა ჩვენ მოლაპარაკებების რეჟიმში ვიყავით, შიდა საუბრებში ისინი მოგუყვებოდნენ, გვიდასტურებდნენ, რომ დიახ, რადგან FDA-მ დაამტკიცა, ჩვენთანაც შესაძლებელია, გიდასტურებთ, შემოვიტანთ, მოლოდინებს გვიქმნიდნენ, ეს გაგრძელდა 1 წელს და ბოლო 6 თვე უკვე იყო იგნორი. ანუ არც ის გვეუბნებიან, არც არას. ანუ ნოემბერში შემდეგი წლის ბიუჯეტში უნდა ჩაესვათ ჩვენი მედიკამენტი და იქიდან მოყოლებული რომ ვეკითხებოდით, ითვალისწინებთ ბიუჯეტში თუ არა, პასუხსაც აღარ გვცემდნენ და აი უკვე ამ დროს დავიწყეთ ჩვენ ქუჩაში გამოსვლა. ხო, იგივე სცენარი ზუსტად, ანუ ჩვენც რაღაცა ტყუილებით, გაშავებით, რომ აი უკან დახევაც რომ არ უნდათ. სხვა შორის აქ ისიც მუშაობდა, რომ ახსენეთ, ხო, აი სხვა ტალღისაც ეშინიათ და ეს კიდე ცალკე ძალიან პარადოქსია, როცა გეშინია, რომ ადამიანებმა მოითხოვონ ბავშვების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო მნიშვნელოვანი პრეპარატები მოითხოვონ მაგის გეშინია, ან შენმა მოქალაქეებმა მოითხოვონ ის, რაც ეკუთვნით ჯანმრთელობისთვის, ამის რომ გეშინია, ეს კიდევ ცალკე ჩვენი ქვეყნის რაღაცა იმაზე, თუმცა აქვე მინდა რაღაცა ჩემი მხნეობა და განწყობა უფრო დადებითით დავასრულო. ძალიან მიხარო და მაშინაც არა მარტო ის, რომ ეს ბოზორი ტიტი დაამტკიცეს. ჯერ ერთი შექმნეს პროტოკოლი, რომელიც არ არსებობდა, აქონდურ პლანზე არსად არ ეწერა. შექმნეს პროტოკოლი, რომელიც იტვალიზებს არა მხოლოდ ამ მედიკამენტს, არამედ ამ პროტოკოლში შევაყვანინეთ ჩვენ ისიც, რომ თუ კი რომელიმე მედიკამენტი შემოვა უკეთესი ეგრევე ავტომატურად. ეს ბავშვები რომ დაიბადებიან, მათ ეხებოდეთ, ესე იგი, ის საჭირო მასაჟები თუ ყველანაირი მკურნალობა, რაც მათ ეკუთვნით. და აი ძალიან ბევრ რაღაცას მოიცავს. ეს რატო უნდა ყოფილიყო, ამაზე რატო თავისთავად არ უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო. და პრეცედენტი მიხაროდა მაშინაც რატომ ის რომ ადამიანებმა ვაჩვენოთ, მოქალაქეებმა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტი საზოგადოებისთვის არის ჯანმრთელობა და მით უფრო ბავშვების ჯანმრთელობა. აი მის პრეცედენტი რომ შეიქმნა ძალიან კარგი ეშინოდეთ, იმიტომ რომ ძალიან კარგია ეს შიში თუ გაუმართლდებათ ჩვენთვის საზოგადოების და ბავშვებისთვის, ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი იქნება. მეორე ფაქტორიც არის, ხომ თქვენ ითხოვთ მათ შორის ამ ყველაფრის დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არავის არ თხოვთ, რომ რაღაც კონკრეტული ჯიბიდან ამოიღოს ეს თანხა და არ ვიცი, მე არ ვიცნობ მოქალაქეს, მათ შორის მეც როგორც გადასახადის გადამხდელს, რომელსაც ბიუჯეტში შემაქვს, რატო უნდა ვიყო წინააღმდეგი, რომ ეს თანხა არა მიზნობრივად, აი ეს ძალიან მსუბუქი ტერმინი რომ ერთსაც დავამატებ, აი ეგ უხერხულობა მქონდა მე როგორც მშობელს და მე გადავლახე, რომ ძალიან ზვირს ხო არ ვითხოვ ჩემი შვილისთვის. ნუ ალბათ არ არის სწორია, მაგრამ მაინც მქონდა ეს უხერხულობა. უბრალოდ ეს რო იყოს ქვეყანა, სადაც ვხედავდეთ ჩვენ, რომ მიზნობრივად იხარჯება, ხმარდება მართლა საზოგადოების კეთილდღეობას.
და მაშინ, როდესაც ეს უხერხულობა საბოლოო ჯამში გადამალახინა, ერთ-ერთი რაღაცა უზარმაზარი კონცერტის და არტისტების დაფინანსებამ, რომელიც რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენდა და საკუთარ თავს დაუსვიკითხა, რომ აი ახლა ანუ ამ ქვეყანაში როგორ შეიძლება მერიდებოდეს, რომ ჩემი შვილისთვის ცოტა ძვირადღირებული წამალი მოითხოვო, არავის არ უნდა